Так, სკირა ავიღე, ნათურები ავიღე, საჭმელი ავიღე. ხო და ხმალით უნდა ავიღო, ნუ ვინ იცის რა მოხდება მაგ შახტაში. მეგობრებო, მოგესალმებით თქო და არ გავდეჩი რასონ სამი და დღეს მეგობრებო, მე ვემზადები პატარა ასე ვთქვათ მოგზაურობაში, ესე შახტაში. მეგობრებო, მე უბრალოდ გამითხოვდა თითქმის ყველა რესურსი. შეხედეთ, მე დამრჩა სულ 6 სუმრუდი. წარმოგიდგენთ მეგობრებო, 6 სუმრუდი და ალმასები და რკინა მოკეთ სულ მთლიანად დამიმთავრდა. და მაგიტომ მეგობრებო, მე ხა მომიზადე ნათურები, აქაი საჭმელი კირა და ხმალი რომ წავიდეთ შახტაში. მეგობრებო, შახტა აი მხარეს არის განლაგებული. ცოტა, ერთი რამოდენიმე კილომეტრი კი მოგვიწევს, მაგრამ არუშოს უბრალოდ იქ გვაქვს შახტა, მაგრამ იმ შახტაში ისეთი კარგი რესურსები არ არის, როგორც იმ შახტაში. მაგიტომ უნდა ვიდეთ და так, стоп. რა ხდება აქა? ჟეწელნიკებო? ოგო, რამდენი რა ხდება აქა? საბა, ძლივს არ გაიღვიძე? ჩამოგეთ სულ გეგაკონებთ და ჩვენ კიდე კარებს არ აღებ. შეხედე ჩვენ რა ვნახეთ დღეს დილას, მოგეთ ჩვენ აქ გამოვთხარეთ მიწა და შევშეთ რამხელა რესურსებია შეხედე. ოგო, так, стоп, ერთოც კიბეს შევხედავ. так, стоп, ჟეწელნიკო და შეგიძლიათ ვიღაცა ფერმო, გამარჯობა და შეგიძლიათ შეიძლება ამიხსნა და როგორ ნახეთ ეს საერთოდ? მოგეთ ჩვენ ვიცით რომ ის შახტა საერთოდ აღარ აქვს რესურსები ნორმალური და იმ შახტა კიდე 3 თუ 4 კილომეტრი სჭირდება და ჩვენ გავიგეთ რომ სადღაც ჩვენთან ახლოს სოფელში არის განლაგებული ასეთი ასე ვთქვათ მდიდარი რესურსებით მიწა. აქ მოკეთ გავთხარეთ და შეხედე რა აღმოაჩერთ. აქ ძალიან ბევრი რესურსები არის ალმასების, ვერცხლისა და ნავთობის. შეგიძლია აიღო მე და შეწელიკებმა უკვე თითქმის ყველაფერი გავთხარეთ. ოგო, როგორ გაგვიმართლა, მაგრამ მიწა რომ ჩვენი სოფლის ინფრასტრუქტურას რო ავნებს ეს მიწა? რა უშავს საბა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხა ყველაფერს ასე ვთქვათ ავიღებთ და მერე აგრეთვე ისევ მიწით ყველაფერს დავვალავთ ასე ვთქვათ. მოდი ახლა ავიღოთ ეს ალმასები, რაც კი დარჩა. ოკეი, ფერმეო ჟეწელნიკო. так, стоп, მეგობრებო, დაივიწყეთ ჩემი სიტყვები. მეგობრებო, ჩვენი ახალი შახტა. ვაუ, მეგობრებო. так, პრინციპში მე ბევრი რამე ამჭირდება. ხო, მოით მეგობრებო, ბევრი ალმასი არ ავიღოთ. так, стоп. ჟეწელნიკი მიშის, მოით მეგობრებო, სულ 5 ალმასი ავიღოთ. კაი, მოით მე 6 მეგობრებო. ნაჯახისთვის რო იყოს კიდე, ნაჯახიც მჭირდება. так, ასევე მეგობრებო, ძალიან მჭირდება რკინა. და რკინა მეგობრებო, წარმოიდგეთ როგორ გაგვიმართლა მე და ჩემს სოფელს, წარმოიდგინეთ. ოჩახ ჟეწელნიკებს რა უნდა ვთქვა? ოჩახ ამ ჟეწელნიკებს რომ შეამჩნიეს რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენ სოფელში ამხელა სიმდიდრეა ამ ვერცხლს და წარმოიდგინეთ, თუ არ შევამჩნევდით. აქ იქნებოდა კიდე ერთი საუკუნე, როგორც მეგობრებო. ასე ვთქვათ. так, პრინციპში მეტი რკინა ამჭირდება და ცოტა მეგობრებო ნავთობი. 5 ნავთობი მეყოფა პრინციპში მეგობრებო, ბევრი არც კი მჭირდება. ნავთობი, კაი, მოით მეგობრებო, 7-ვე ავიღოთ. так, დანარჩენი შეწელნიკობა თქვენ აიღეთ თუ რამეა და მე მეგობრებო, ახლა წავალ დავდებ ამ ყველაფერს ჩემს სახლში. მეგობრებო, რითითაც მე მიყვარს ჩემი სოფელი და ჩემი შეწელნიკები, იმის გამო რომ სულ რაღაცებს პოულობენ, სულ არ შეუძლიათ რომ თუ რამეს არ მოიპოვებენ. შეხედეთ მეგობრებო, 7 ალმასი, 13 რკინა და 7 ნავთობი 2 წუთის განმავლობაში გაგიჟება. და კიდე ერთი კობლსტონი. так, ოკეი, მოდით ახლა ეს ყველაფერი დავაწყოთ. პრინციპში მეგობრებო, მოდით აბა ცოტა ხანი გავისეირნოთ ჩვენს სოფელში. პრინციპში ფერმების გაკეთება არ მინდა და თან მეგობრებო, მე უკვე 9 საათში უნდა წავიდე ჩვენს მეზობელ სოფელში, იქ მაქვს საქმეები, მაგიტომ ცოტა ხანი ახლა გავისეირნებ, ასე ვთქვათ, სუფთა ჰაერს ცოტა შევისუნთქავ და წავალ ეგრევე მეზობელ სოფელში. აქ რა ხდება? გრიფერი, მეგობრებო, ეს ვინაა პეტკა ეს სახლი? так, стоп, ჟეწელნიკო, ერთი საქმე შენდა და ერთი კითხვა და ხომ არის ვინაა პეტკა ეს სახლი ჩვენ სოფელში?
საბათ, აქ ეს ჩვენ ავაფეთქეთ. უბრალოდ ჩვენ გვინდა გავხსნათ ბიბლიოთეკა და ეს სახლი იყო რაღაც ძალიან პატარა, მაგიტომ ჩვენ ხა ეს სახლი მოვაშორეთ და გვინდა ავაშენოთ უფრო დიდი სახლი, რომ დაეტიოს ყველა ეს წიგნი. Так, стоп. Жительнику და შენ ისე და თქვენ ისე არ იმაშობოდით, არ გიფიქრიათ, რომ ჩვენი სოფლის ინფრასტრუქტურა ასე კოორდინალურად შეიცვლება. ეს აქ იყო 3 ტყუპის ცალის სახლი და რა იყო 2 ტყუპის ცალის სახლი უნდა დარჩეს? ნუ საბათ შემიაით ასე უფრო განვითარდება ჩვენი სოფელი ეკონომიკური თვალსაზრისით. Ну, ესეც ერთ მხრივ კი სიმართლეა, მაგრამ ჩვენი სოფლის ინფრასტრუქტურას რო ავნებთ მასე, კაი, ну, პრინციპში მეგობრებო, არ ვიცი, ისე რომ გითხრათ, გამოდის ბიბლიოთეკა, ნორმალური კი იქნება, მაგრამ უბრალოდ ჩვენი ტყუპის ცალის სახლი უბრალოდ მეწოდება. Ну, კაი, მეგობრებო, უკვე მე მგონი უკვე უნდა წავიდე მეზობელ საფაშად, აქ არ ვიცი, რაღაც საოცრებები ხდება ამ დღეს. Так, კაი, მეგობრებო, ახლა უნდა ყველაფერი შევალაგო, რაც კი მჭირდება. Так, ну, პრინციპში მე უკვე ყველაფერი რაც კი მჭირდება დავიღე, так, ეს ძეხვი, ხმალი და კირა. და ტელეფონი აუცილებლად და ის სუმრუდები, ინტო ტაქსი ხო უნდა გავიმე, აი 6 სუმრუდი მეყოფა. Так, ну, в принципе, უკვე მე მზად ვარ წავიდე მეზობელ სოფელში. პრინციპში 9 საათით სულ დამჭირდება, იქ უნდა ვიყოს 9 საათი და სადღაც დილისაკენ მოვალ. მაგიტომ მოით მეგობრებო, ცოტა ხანში ჩაგერთვებით, როცა უკვე მოვალ, ასე ვთქვათ, დაუბრუნდები ჩემს სოფელში. მეგობრებო, აგრეთვე ისევ მოგესალმებით. მე მოკეთ უკვე ვბრუნდები სოფელში, ჩემი მეზობელი სოფლიდან. ქსე მეგობრებო, მოით აბა ვნახოთ, აბა ყველაფერი აიღეს, აქედან შეწელნიკები, ინტო შემეძლო კიდე რაღაცეები ამეღო და აბა რასაკურველი, აბა შეწელნიკები რამეს დამიტოვებდნენ, მეგობრებო, თქვენი აზრით შეხედეთ. ყველა ალმასი აიღეს. მეგობრებო, შეხედეთ, იქ ერთადერთი 3 რკინა დარჩა. და ყველა ალმასები რასაკურველია უკვე აიღეს. Ну, კაი, პრინციპში უკვე 7 ალმასი მაქვს, ამაზე მაინც მადლობა, რომ დამიტოვეს 7 ალმასი მაინც. Так, კაი, პრინციპში მე ახლა მაინც დაღლილი ვარ, ძალიან მინდა უკვე სახში წამოვწვი, ასე ვთქვათ, ჩემს საყვარელ ლოგინზე. Стоп. ჟიძილნიკებო, რა ხდება აქა? ხომ არ ამიხსნით? საბა, გამარჯობა, უკვე ჩვენ გვინდოდა ნებართვა აგვაღო, მაგრამ შენ სადღაც იყავი წას ვიმოგეთ. ჩვენ გვინდა შენი სახლის მაგევად ავაშენოთ პატარა მაღაზია. მაღაზია სადაც იქნება ყველაფერი ტანისამოსიდან საჭმელამდე და ხო არ ხარ უარზე? რას ნიშნავს არ ვარ უარზე? დიდ უარზე ვარ, სად უნდა ვიცხოვრო თქვენი აზრით? ამაზე არ გვიფიქრია. ნუ სადმე შესაძლებელია აგიშენოთ რაღაც. ნუ მოკლედ მეზობელ სოფელში. რას ჭირს მეზობელ სოფელში? Так, стоп. არა, მე დიდ უარზე ვარ. როგორ შეიძლება თქვენ არც კი მკითხეთ და ეკრებეთ მეგობრებო, ნახეთ რა უკნეს ჩემს სახლს შეხედეთ. თლიანი კედელი ამოუთხარეს. ეს რა ხდება? Так, стоп, ჟიძენიკებო. მე დიდ უარზე ვარ. დიდ ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე ვარ დიდ უღრმეს უარზე. მაგიტომ თუ შეიძლება ეხლა აქედან წადით, დამიბრუნეთ კედელი, დამიბრუნეთ კარები და თუ შეიძლება აქედან წადით. სადმე სხვაგან ააშენეთ მაღაზია. ჯესეიც კარგი რომ მე კიდე არაფერი არ გითხარით აი იმ სახლი, რომ მეც თქვენ ააფეთქეთ, მაგრამ ამ ჩემს სახლზე მე დიდ უარზე ვარ. კარგი, საბა. მაშინ მოვშორდებით აქედან. ხო, და თუ შეიძლება მალე. და ხა როგორ დაგსტობ მეგობრებო, პარკური. ოპ, და კაია. თქვენ ვიღა ხართ? რაღაც მე თქვენ არ გიცნობთ. ჩვენ ვართ დაპატიჟებული მშენებლები. ჩვენ დაგვპატიჟეს და გადაგვხადეს ის სურვილი, ვისათვის ავაშენოთ აქ მაღაზია. არა. მადლობა დიდი. თქვენ ტყუილა მოხვედით. თქვენთ აიღეთ ჩემგან 7 ალმასი, არ ვიცი 13 რკინა და თუ შეიძლება წადით აქედან, იმიტომ ჩვენ არ გვჭირდება თქვენი, ასე ვთქვათ, სამსახური. დიდი მადლობა და დიდ ბოდიშს გიხდით ამისათვის. მეგობრებო, უბრალოდ ვერ ხვდები რა მოუვიდათ დღეს ამ ჟიძენიკებს. თელი დღე ჯერ შახტა ამოთხარის ამხელა და ნახეს იქ კაი, პირველი პლუსი არის იმისა, რომ
ისაა, რომ მაინცა რაღაც რესურსები, ბუნებრივი რესურსები მაინცა ნახეს სოფლისათვის, ეს კაი. მეორედ უკვე სახლი გაანადგურეს ჩვენ სოფელში, ანუ ააფეთქეს უბრალოდ. და ეს უკვე ავნებს ჩვენი სოფლის ინფრასტრუქტურას, მეგობრებო. და ეს ინფრასტრუქტურა მგონი უნდა გამოვასწორო აუცილებლად, თან ჩემი გამოსასწორებელი იქნება. მესამე უკვე გადავიდნენ მეგობრებო ჩემს სახლზე. და ეს უკვე კოორდინალურად ავნებს ინფრასტრუქტურას ჩემი სოფლის. რა მაღაზია, რისი მაღაზია, მეგობრებო. ახლა ასე ყველი უნდა так, стоп, ეს შენებლები წავიდნენ. ახლა ასე ქვია უნდა ვთხოვო ამ ჟიწელნიკებს, რომ ამიშენონ ჩემი კედელი. აბა რა არის? ახლა ამაში უნდა ვიცხოვრო და ის სახლი მეგობრებო მე უნდა გამოვასწორო, აბა რა ვქნა. და ის მიწაც მე და ჟიწელნიკებმა ერთად უნდა გამოვასწოროთ, ასე ვთქვათ. კაი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ. მე კი ახლა მეგობრებო დაგშვებით ნახოთ ის. так, შეძეკო, მოდით ახლა შემოგიერთდებით. მეც ახლა მოვალ და დაგეხმარებით თქვენ ჩემი კედლის შენებლობაში.